გამარჯობათ. დღეს ვაპირებ ბიოპრეპარატებიდან სუფთა კულტურის გამოყოფის დაწყებას. ეხლა რა საჭირო არის ეს პროცედურა? ბიოპრეპარატი, რომელიც დამზადებულია იმისათვის, რომ გაშვებული იქნეს პირდაპირ მინდორში და შეშვებული იქნეს, ვთქვათ, ნიადაგში, გარდა ამისა მულჩირებისაცაც შეიძლება გამოვიყენოთ და გარდა ამისა მცენარეში შევაფრქვიოთ. რა თქმა უნდა იყოს რაც შეიძლება სუფთა და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს იმ სასარგებლო მიკროორგანიზმს, რომელიც ეხმარება მცენარეს პათოგენებისაგან და მავნემწერებისაგან, რომ დაიცვას თავი. მაგრამ სამწუხაროდ დიდი რაოდენობით, ვთქვათ, ახლა ახლა ბოთლის რაოდენობით სუფთა კულტურის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. სინამდვილეში, როგორც წესი, აქ არის ხოლმე აჯაფსანდალი რაღაც რაოდენობა და თუ ეს თლად ახალი არ არის და ძალიან კარგი მწარმოებლისაგან არ არის, აქ შეიძლება პრაქტიკულად ის ჩვენთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები, მიკროსკოპული სოკოები იყონ უმცირესობაში. ასეთი პრეპარატი, როგორც წესი, პათოგენებს არ შეიცავს, მაგრამ არც არაფრის მაქნისი არ არის. ახლა ამას თუ გაუშვებ, ვთქვათ, გარემოში და ბოსტანში, ბაღში, ის რა თქმა უნდა გამრავლდება, რაღაცა საქმეს გააკეთებს, მაგრამ არ არის ხოლმე ის შედეგი ძალიან ხშირად, ვიდრე უნდა იყოს. ვთქვათ, ისეთი მაღალი ეფექტურობით არ ხასიათდება, როგორც უნდა ხასიათდებოდეს. ამიტომ, ესე იგი, მთავარი და ყველაზე რთული ორგანულ მეურნეობაში არის ის, რომ ეს პრეპარატები, ბიოლოგიური პრეპარატები, რაც შეიძლება იქნეს ეფექტური და იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროა. და მწარმოებელი რომ გვეუბნება, რომ ვთქვათ, ერთი ჭიქა მეტარიზიუმი, სადღაც 200 გრამი გახსენით 10 ლიტრ წყალში. სულ ახალ-ახალი თუა, როგორც წესი მუშაობს, მაგრამ ეხლა სულ ახალი და სულ მუდამ პირდაპირ ბიორეაქტორიდან ამოღებული სად არის არა გვაქვს ხომ? ეს უნდა მაცივარში შევინახოთ დანარჩენი, ვთქვათ, რამდენიმე თვე. იმ თვეების განმავლობაში ჯერ ერთი თავს რომ მოხვდით, შეიძლება რაღაცა შეიჭრეს შიგ და მე ის გამრავლდეს. ან ტიტრმა დაიწიოს, ამ ტიტრის დაწევა შეიძლება დამოკიდებული იყოს ტრანსპორტირებაზე, შენახვის პირობებზე, ძალიან ბევრ რამეზე რა შეიძლება ითქვას და ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჯერ სუფთა კულტურას და მერე ამ სუფთა კულტურას ვამრავლებთ, ვიღებთ მაქსიმალურად ეფექტურ ბიოპრეპარატს. ეხლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ყოველთვის მოვახერხებთ, პირველად გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ამას შეძლებთ, ის კი არა გამოცდილ მიკრობიოლოგს შეიძლება მოუვიდეს, რომ დათესოს რაღაცა და იმ რაღაცის მაგალითად სხვა რამე გაიზარდოს, ყველაფერი ხდება. მაგრამ, ესეთი წარუმატებლობა გამოცდილი ადამიანისათვის არის შედარებით იშვიათი, ხოლო ახალგამრავლებული კარგ არეზე მაღალი ტიტრით მიკროორგანიზმებს რომ გაუშვებთ, ისინი უკვე თავის საქმეს აკეთებენ და აკეთებენ ძალიან ეფექტურად. ეხლა რა დაგვჭირდება ჩვენ? ჩვენ დაგვჭირდება თავად ბიოპრეპარატები. მე აქ 4 ცალი მაქვს სხვადასხვა, რომლებიც ყველას გამრავლება მჭირდება. ერთი ეს არის ბოვერინი, იგივე ბოვერია ბასიანა. ეხლა უნდა შევანჭყრიო ახსნის წინ. მეორე ეს არის მეტარიზიუმი. ესეც
ძალიან კარგი პრეპარატი, ესენი ბიოაგროს წარმოების არის, სხვათა შორის მეტარიზუმი შარშან ძალიან მომეწონა მათი, შარშან დაიწყეს ამისი წარმოება. ბოვერია ბასიანა, ნუ რა ვიცი, ისე რა. და სწორედ ამიტომაც მინდა ბოვერიას გამრავლება. და შემდეგ მაქვს ტრიქოდერმას ორი კულტურა, ახლა ბიოაგროსაც აქვს ტრიქოდერმა, მაგრამ ახლა ჯერ წარმოება არ აქვს დაწყებული. ცოტა ხანში ალბათ ეკნებათ. მე მაქვს ორი პრეპარატი ტრიქოდერმისა, გლიოკლაძინი, რომელიც არის ტრიქოდერმა ჰარციანუმი და მეორე ეს არის ტრიქოდერმა ვერიდე. აი ახლა მას მოვხსნი რომ დაინახოთ, ტრიქოდერმა ვერიდე, მწვანე ტრიქოდერმა, ესეც. ორ ტრიქოდერმას ვამრავლებ, იმიტომ რომ ასე ჯობია. ჯობია რამდენიმე სხვადასხვა სახეობა იყოს. ბოსტანში ტრიქოდერმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ეს არის ბიოფუნგიციდი. ესენი მყარი სახით არის, გლიოკოლადინის საერთოდ ტაბლეტებია, ხოლო ვერიდე ფხვნილია. ამიტომ მე ისინი ჯერ უნდა გავხსნა. და უნდა გავხსნა ფიზიოლოგიურ ხსნარში. აი აქ მე მიწერია რომ ერთში ვერიდეს გავხსნი, მეორეში გლიოკოლაძინს და ეხლა მე ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა ამოვიღო შპრიცით. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარია, რასაც რეანიმაციაში ადამიანებს უსხამენ, ის კი არა, ეს ფიზიოლოგიური ხსნარი ლოთები გამოყავთ ხოლმე კიდევ პახმელიდან, აი ამით. 0.9%-იანი ნატრიჰლორის ხსნარია. ეხლა უნდა ამოვიღო რაღაც რაოდენობა. და ნაწილი ერთში ჩავასხა, ნაწილი მეორეში. ნუ 20 გრამს ამოვიღებ. ეხლა ეს გვერდზე გადავდოთ, ამან თავის საქმე უკვე გააკეთა და ჩავასხათ აი ამაში. მე ახლა ისე ჩავასხამ, რომ ესენი სტერილურები აღარ არის, ადრეც იყო ამაში გლიოკოლაძინი და ვერიდე. ამიტომ ისე ჩავასხამ, რომ არ შევეხები კედლებს. მართალია ორივე ტრიქოდერმა, მაგრამ ერთმანეთისგან ცოტა განსხვავებული და ბარემ სუფთად მივიღოთ მათი კულტურები. ეს შპრიცი всё უკვე მეტჯერ აღარ იქნება გამოყენებული. ამაში ვერიდე უნდა ჩავყარო. ეხლა ხუნილის რაღაც რაოდენობას ჩავყრე. ეს შარდის კონტეინერებია დიდი და პატარა. აფთიაქებში იყიდება ლარილის. ნუ როგორც გითხარით, არის ეს ფირმა ბიომარ ჯორჯია. რომელშიდაც ეს ყველაფერი უფრო იაფია ვიდრე აფთიაქში. Так. ეს ვერიდეს ხუნილი ჩავყარე და გადავდოთ გვერდზე.
ეხლა გლიოკოლაძინი. გლიოკოლაძინი ტაბლეტებშია. მე აქედან რამდენიმე ტაბლეტს გადმოვყრი. ეს არის ტრეხოდერმა ჰარციანუმი, როგორც მოგახსენეთ. ეს ვადაგასულია, ამიტომ ტაბლეტებს არ დავიზარებ. ისე გამოყენებისას თითო ტაბლეტი თითო მცენარის ძირში უნდა იყოს. მოდი ახლა 5 აბიჩა ვყაროთ, ერთი უკან დავაბრუნოთ. თუ რამეა აქედანაც გამოიყოფა აბატონო. აი 5 აბს ხარი აი ამაში. ეს ტაბლეტები ნახეთ რა ჩქარა გაიხსნა. ეს ფუნილი ვერიდესი უფრო ნელა იხსნება, მაგრამ ესეც გაიხსნება. ნუ აცალოთ ცოტა ხანი. ჩემო ბატონო. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ მე სითხის სახით ამაქვს როგორც ტრიხოდერმის პრეპარატები, ასევე ბოვერიებასიანა და მეტარიზიუმი. მაშასე მივიწყებ აგარის გელზე გადათესვას აი ამ ბიოპრეპარატების. აი შეხედეთ აგარის გელი, რომელიც წინა დღეებში დავამზადე და ვიდეო ცალკე გიჩვენეთ, როგორი ფორმისაა. ეხლა ამაზე არის საჭირო სულ 1 წვეთის დატანა. ძალიან მცირე რაოდენობით. თქვენ შეგიძლიათ წვეთი დაიტანოთ აი შპრიციდან უყურეთ. აი ესე. გამოვიდა წვეთი დაეცა. ეხლა მე ამით აღარ იმას ვქნი, იმიტომ რომ მაქვს პიპეტი, რომელიც უფრო მოხერხებულია, მაგრამ ამითაც აი თავისუფლად შეიძლება შეხედეთ, აი წვეთი გამოვყოთ და ესე ეს უკვე ნამეტანი მომივიდა, აი ესე. აი ამ ხელა წვეთი რო დავაწვითოთ, სრულიად საკმარისია ამ აგარზე. ეხლა სპირტკურა საჭიროა რისთვის, რომ აი ეს მოწყობილობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, აი ეს რომ გავასტერილო. აი, შეხედეთ. ხედავთ ხო? აი, ვარვარებამდე მივა ეხლა. აი, მოგაწითლდა ეს უკვე სტერილური გახლავთ. ნუ ეხლა ჯერ ცოტა ხანი არ მჭირდება, ჯერ უნდა დავაწვითო. მე გამოვიყენებ ჩვეულებრივ პიპეტს. თუ გაქვთ ესეთი პიპეტი, ხომ კარგი, თუ არა, ნუ საკმაოდ ძვირი ინსტრუმენტია და ყველაზე არსებობს ერჯერადი პასტერის პიპეტები, რომლებიც აფთიაქებში 70 თეთრია, ნუ ფირმა ბიოლენდში იყიდება 25 თეთრად, მაგრამ შპრიცი უფრო იაფია, ნუ ბაზრობაზე ხლა 7-8 თეთრია შპრიცი. 2 გრამიანი სრულიად საკმარისი არის. შეიძლება ითქვას თავზე საყარელია. ეხლა რას გავაკეთებ? აი ეგრე პიპეტი მაქვს. ეს არის სტერილური პიპეტის თავები. ეხლა ბიოქიმიურ ლაბორატორიებში იყენებენ ხოლმე არასტერილურებს. ეს ის არ არის, ეს სტერილურია და თან შეხედეთ, მას თავისი ფილტრიც აქვს, აი, სადღაც აქ, ხო? ეხლა დავიწყოთ მეტარიზიუმით. აი ეს არის მეტარიზიუმის ბოთლი. შევანჯღრიე. გავხსენი და აი ამ პიპეტით ამოვიღებ ეხლა აქედან შეხედეთ მცირე რაოდენობით სითხეს. ნუ სადღაც 30 მიკროლიტრი მაქვს დაყენებული ამაზე. აბატონო, მეტი აქ არ ამჭირდება. ეხლა აი ეს მოვხადე თავი და დავაწვეთე აი აქ.
მორჩა. ეს პიპეტის წვერი გადავარდა. წავიდა. ეხლა რას ვაკეთებ? ვიღებ აი ამ მარყურს უпростоრად ეს უჯრედების გამანაწილებელია როგორც გითხარით. ის რადგან მაგიდაზე მედო კიდევ ერთხელ გადავასტერილებ. ხედავთ ხო რას ვაკეთებ აი? აი გავარვარდა ეხლა ეს. მასზე თუ რამე იყო ყველაფერი ასახნა. ეხლა ეს სპირტკურა ბოლო-ბოლო შეგიძლიათ იყიდოთ მშრალ ხიდზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ სპირტკურის მაგივრად და ესეთი რამ. თუმცა ამას ძალიან დიდი სიმძლავრე აქვს და ცოდვა ეს სპირტკურა ჯობია. სპირტკურის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ სანთელი, რომელიც სამწუხაროდ ჭვარტლავს ამას და მერე რამდენიმე გასტერილების მერე სანთლისელზე ის გაგიხდებათ ასე ვთქვათ გასაწმენდი რა. ეხლა აი ეს იმედი ამასობაში გაცივდა. და აი სითხეს რომელიც დავაწვეთე გავანაწილებ მაქსიმალურად აი ამ გელზე. რომ მთელი ზედაპირი დაფაროს სწორედ თავისით ეს სოკოები არსად არ გაიქცევიან და არ გამოიქცევიან. აბადუნო, სულ ეს იყო. ეხლა ამას დავახურე თავი და დავაწერე მეტარიზიუმი. ой, სამწუხაროდ არ წერს. ესე იგი ვაწერ რაც არის, ეს არის მეტარიზიუმი. და დღევანდელი რიცხვი დღეს არის 5 მარტი უკაცრავად 5:03. აბატონო, ერთი პეტრის ფინჯანი შევსებულია, მზად არის მეტარიზიუმის ბოთლს დავახუროთ თავი. ეხლა ზუსტად იგივე გავაკეთოთ ბოვერია ბასიანაზეც. ჯერ შევანჯღრიოთ. შემდეგ გადმოვდგათ პეტრის ფინჯანი. ესე. ხედავთ როგორი სუფთაა. ამაზე არაფერი არ გაზრდილა, იმიტომ რომ ჩვენ სტერილურად დავამზადეთ ეს რომ ამაზე რაღაც აუცილებლად გაიზრდებოდა აქ რომ რაიმე იყო შეჭრილი. თქვენ ეს რასაც მე ახლა პიპეტით ვაკეთებ, შპრიცით უნდა გააკეთოთ. მე ახლა პიპეტს სამოვას ვიწვევი. და ბოვერია ბასიანას ცოტა მეტს დავასხამ. ამაში 25 მიკროლიტრის ამოღება შეიძლება ამ ფილტრიან ამაში პიპეტში. ხოდა მეც ავიღებ და დავასხამ ორ წვეთს. მოდი კიდევ ერთხელ კარგად შევანჯღრიოთ. და ისევე ვიღებ პიპეტით. ეს ერთი 25 მიკროლიტრი დავასხი და მეორე 25 მიკროლიტრი. ოპა. თავი დავახუროთ. ეს პიპეტის წვერი აღარაფერში არ გამოდგება. ეხლა ისევ უნდა ავიღოთ ჩვენი მარყუჟი, უბრალოდ
უჯრედების გამონაწილებელი. აი დავინახოთ, რომ გაწითლდება. ახლა როგორ გაწითლდა? ისი წვერი, ოპა. ხო ამის მჭედლობას არ ვაპირებ. ის ასევე ჩქარად ცივდება სხვათა შორის. ცოტა ხანი ვაცალოთ და შემდეგ ხედავთ იმედია, რომ ეს სითხე უნდა გავანაწილო აი მთელ ამ ზედაპირზე ორი წვეთი რო დავაწვეთე. ეხლა ამაზე ხელი შეხება ტემპერატურის გაზომვა, ხელით არ შეიძლება. უნდა ვაცალოთ რომ გაცივდეს. პლასმასაზე მივადე შიგნიდან, არაფერი არ აქნა, всё. ვიწყებ განაწილებას. უნდა მთელი გელის ზედაპირზე, აი შეხედეთ. ეს სითხე ყველგან უნდა თორემ თავისით ახლა ბოვერიებასიანა ფეხს ვერ აიდგამს და ვერ წავა აქეთ იქით. დავახუროთ თავი, არსად არ ვეხები შიდა ზედაპირს და ვაწერ ბოვერია ბასიანას. ან უბრალოდ ბოვერი ახლა, მეტი ბოვერია აქ არ არის. და ისევ დღევანდელი თარიღი 5:03. ეხლა ასეთი რამ. რატო ვაკეთებ ისევ ამ კულტურის გამოყოფას? მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არც აქ და არც აქ სუფთა კულტურა არ იქნება. თუ იქნა, ქება და დიდება. მაგრამ როგორც ესე რაც არ უნდა ცნობილი და მაგარი მწარმოებელი იყოს, როგორც ესე პროდუქციაში სუფთა კულტურა არ არის. შემდეგ აი აქ რო გამრავლდება წარმოიშობა აჯაფსანდალი და სხვადასხვა ფერის ლაქებით და კოლონიებით მიხვდებით რომ სად არის ბოვერია, სად არის პენიცილი, სად შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მიკროორგანიზმი წარმოიშვა. ზოგიერთ შეიძლება ვერც დავაიდენტიფიციროთ რომელი არის ზუსტად. პრინციპში ზუსტ იდენტიფიცირებას მაინც უნდა PCR-ი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. ეხლა მასე მე სადაც დავინახავთ რომ აი აქ არის რაღაც კოლონია წარმოშობილი რომელიც აშკარად ბოვერია მე იქიდან ავიღებთ ისევ მიკრობიოლოგიური მარყუჟით და გადავთესავთ უკვე ახალ სუფთა გელზე აი ეს არის გაწმენდის პრინციპი იქაც თუ წარმოიშვა რამდენიმე სხვადასხვა ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გადავთესავთ და აი ესე მიიღება სუფთა კულტურა ბოლოს შენ ხარ ჩემი ბატონი დღეს ეხლა აი ამ გადათესვების მეც ვერაფერს ვნახავთ ეხლა მე უნდა გავაკეთო ზუსტად იგივე ტრიხოდერმა ვერიდესა და გლიოკოლადინისათვის რომელიც ტრიხოდერმა ჰარციანუმს წარმოადგენს ეხლა ამას უკვე აღარ გაყურებინებთ ეხლა მე მაქვს აი 4 დათესილი პეტრის ფინჯანი ერთში ბოვერია, მეორეში მეტარიზიუმი, მესამეში ტრიხოდერმა ვერიდე და მეოთხეში გლიოკოლადინი, ანუ იგივე ტრიხოდერმა ჰარციანუმი. ეხლა თუ აქ არაფერი არ ამოითესა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად არის საქმე, რომ ამ პრეპარატებში არაფერი არ არის ცოცხალი. აი, რასაც აქ ხედავთ. რაღაცა აუცილებლად ამოითესება. მაგრამ რაც მთავარია, უნდა ამოითესოს ის მთავარი სოკო, ის მთავარი მიკროორგანიზმი, რომელიც წარმოადგენს ბიოპრეპარატის საფუძველს და რომელიც არის მეგობარი ჩვენი მცენარეებისათვის. შემდეგ
მე ვფიქრობ, რომ ყველა მათგანში აჯაფსანდალს მივიღებ, ვიმეორებ თუ რომელიმეში მივიღე სუფთა კულტურა, ხება და დიდება წარმოებაც. მაგრამ ალბათ კი არა, როგორც წესი ვერ ვიღებ ამას, იმიტომ რომ დაბინძურებულია ისინი რაღაცა სხვაც არის. შემდეგ მე მომიწევს უკვე აქედან აღება იმ კოლონიის, რომელიც შეიცავს, თქვა, ერთ ადგილას იქნება, აი ძალიან ცოტა იმიტომ გავანაწილეთ აქ, რომ ერთ ადგილას ტრიხოდერმა შეჭამს ყველაფერს და მარტო ტრიხოდერმა იქნება, მაგრამ იქ გვერდზე, მის გვერდზე შეიძლება იყოს პენიცილიც, ხო? ჩვენ უნდა ავიღოთ ტრიხოდერმა და გადავთესოთ ახალ გელზე და იმ ახალ გელზე უკვე უნდა მივიღოთ როგორც წესი სუფთა კულტურა. და მერე დიდი რაოდენობით ბიოპრეპარატი უკვე ჩვენთვე უნდა მოვამზადოთ აი ამ სუფთა კულტურისაგან. სუფთა კულტურა კი უნდა მაქსიმალურად შევინახოთ, ის საკმაოდ დიდი ხანი ინახება ჯერ ერთი მაცივარში, მეორეც გადათესვაც ყოველთვის შესაძლებელია. ეხლა წესით მე ესენი უნდა წავიღო თერმოსტატში. მაგრამ სავალდებულო სულაც არ არის თერმოსტატი გქონდეთ, უნდა იყოს ისეთი ადგილი სახლში, სადაც შედარებით თბილა. მე მაქვს პატარა ისახლოს პრაქტიკულად 25 გრადუსიანი ფანჯერის რაფა თვითონ სახლის შიგნით, ამიტომ აი იქ გაზომილი მაქვს ტემპერატურა და იქ 25 გრადუსზე მოვათავსებ თითოეული ამათი სოკოების ოპტიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია. სხვათა შორის ესენი იმიტომაც არ არიან პათოგენები, თქვათ ადამიანისათვის, რომ ისინი 37 გრადუსზე საერთოდ ვეღარ მრავლდებიან და იღუპებიან. 37 გრადუსი ჩვენი სხეულის ტემპერატურა მათთვის ძალიან მაღალია. დღეისათვის სულ ეს იყო, შემდეგ გაჩვენებთ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ესენი გამრავლდებიან, რა შედეგი მივიღეთ.